საქართველოს ისტორიაში ბევრია მოაზროვნე, ბევრია პუბლიცისტი, მაგრამ იშვიათია ადამიანი, რომელმაც იდეები ასეთი მასშტაბის რეალობად აქცია. დღეს ჩვენი თემაა ნიკო ნიკოლაძე, კაცი, რომლისთვისაც პროგრესი ცარიელი სიტყვა არ იყო. მისთვის პროგრესი იყო ასაშენებელი პორტი, გასაყვანი რკინიგზა და საბოლოო ჯამში შესაქმნელი მომავალი. აი სწორედ ასე ახასიათებენ მას. და ეს ფრაზა მართლაც იდეალურად აღწერს ნიკო ნიკოლაძეს. მაგრამ როგორ, რა კონკრეტული ნაბიჯებით დაემსახურა მან ეს შეფასება? მოდით ერთად გავიაროთ ეს გზა. დაწყებული მისი ევროპული განათლებიდან, გაგრძელებული ფაქტობრივად ჭაობზე ქალაქის აშენებით და დამთავრებული საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლით. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი ანალიზი 5 ნაწილად არის დაყოფილი. ჯერ ვნახოთ, ვინ იყო ის, როგორც საქმის კაცი. მერე გავიგოთ, როგორ ჩამოუყალიბდა ევროპული აზროვნება, შემდეგ ვნახავთ ფოთის გარდაქმნის ამბავს, ჯიხაიში საოცარ ექსპერიმენტს და ბოლოს შევაჯამებთ მის უდიდეს მემკვიდრეობას. იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ ნიკოლაძის ფენომენი, მოდით ერთი წამით წარმოვიდგინოთ მე-19 საუკუნის საქართველო. ქვეყანა, რომელიც რუსეთის იმპერიის ნაწილია, სადაც ეროვნული თვითშეგნება ნელ-ნელა იღვიძებს. აი სწორედ ამ დროს ისტორიის სცენაზე გამოდის ინტელექტუალების ჯგუფი, რომელმაც ყველაფერი უნდა შეცვალოს. ამ მოძრაობას თერგდალეულები ერქვა და ნიკოლაძე ილია ჭავჭავაძესთან ერთად ამ მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერი იყო. ორივემ ჩამოიტანა ევროპული ცოდნა და პროგრესული იდეები, მაგრამ მათ შორის იყო ერთი დიდი განსხვავება. თუ ილიას მთავარი იარაღი სიტყვა და პუბლიცისტიკა იყო, ნიკოლაძის მთავარი იარაღი პრაქტიკული ხელშესახები პროექტები გახლდათ. კი, მაგრამ საიდან მოდიოდა ეს დაუოკებელი ენერგია და პროგრესული ხედვა? როგორც ხშირად ხდება ხოლმე, პასუხი მის ბავშვობასა და ოჯახში უნდა ვეძებოთ. წარმოიდგინეთ, იმ პერიოდში ქართველი თავადაზნაურისთვის ვაჭრობა თითქმის სამარცხვინო, სათაკილო საქმე იყო. ნიკოლაძის ოჯახი კი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ეს სტერეოტიპი დაამსხვრია და წარმატებას მიაღწია. ანუ ეს მეამბოხე სული და სიახლეებისკენ სწრაფვა ნიკოს ფაქტობრივად მემკვიდრეობით ერგო. მისი ახალგაზრდობაც ზუსტად ასეთივე იყო, შეუპოვარი და მებრძოლი. პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ სტუდენტური პროტესტის გამო დააპატიმრეს და გარიცხეს. ამის მერე კი პირდაპირ ევროპაში მიდის და ეს არ გეგონოთ უბრალო მოგზაურობა, ის ხვდება იმდროინდელ მოაზროვნეებს, თვით კარლ მარქსსაც კი და ბოლოს შვეიცარიაში, ცივრიხის უნივერსიტეტში იღებს დოქტორის ხარისხს. აი აქ დააფიქრდეთ. ეს უდიდესი მიღწევაა. ის ხდება პირველი ქართველი, ვინც სადოქტორო დისერტაცია დაიცვა უცხო ენაზე. მაგრამ თემას დააკვირდით, განიარაღება. მე-19 საუკუნეში განიარაღების ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებზე წერდე, ეს ხომ წარმოუდგენელად პროგრესული ხედვაა, რომელიც თავის დროს 10 წლეულებით უსწრებდა. და აი, ამ უზარმაზარი ცოდნითა და გამოცდილებით შეიარაღებული ნიკოლაძე ბრუნდება სამშობლოში. სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავი ეტაპი. თეორიის პრაქტიკად ქცევა. და მისი პირველი და ყველაზე დიდი გამოცდა ქალაქი ფოთი აღმოჩნდა. წარმოგიდგენიათ, თითქმის 20 წელი, 1898-დან 1912 წლამდე ნიკო ნიკოლაძე ფოთის ქალაქის თავი, ანუ მერი იყო. და ეს არ იყო უბრალოდ კაბინეტში ჯდომა. ეს იყო მისია, გადაექცია პატარა ჭაობიანი ქალაქი საქართველოს მთავარ საზღვაო კარიბჭედ. აი, ეს იყო მთავარი კითხვა. ფოთი იმ დროს ხომ ფაქტობრივად ჭაობი იყო, მალარიით სავსე, ყოველგვარი ინფრასტრუქტურის გარეშე. ნიკოლაძეს კი ჰქონდა ამბიციური ხედვა, რომ ეს ადგილი შავი ზღვის მთავარ პორტად ექცია. როგორ მოახერხა ეს? მისი პასუხი იყო კონკრეტული საქმე და ინჟინიერია. ის არ იყო კაბინეტის ჩინოვნიკი, მან პირადად დააპროექტა და ააშენა ფოთის პორტი, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის გზა გაუხსნა. ის იყო თბილისი-ფოთის რკინიგზის და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი სურამის გვირაბის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი. მეტიც, მის სახელს უკავშირდება თბილისის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა და პირველი ტრამვაის გაყვანაც კი. და თუ გგონიათ, რომ ამ გიგანტური პროექტების ფონზე ნიკოლაძე მხოლოდ ფოთით იყო დაკავებული, ძალიან ცდებით. პარალელურად ის კიდევ ერთ, არანაკლებ ამბიციურ პროექტს ახორციელებდა. ამჯერად საკუთარ სოფელში, დიდ ჯიხაიში, სადაც მან ნამდვილი აგრარული რევოლუცია მოაწყო. მას ღრმად სწამდა, რომ საქართველოს მომავალი და სიძლიერე სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაზე გადიოდა. ამიტომ თავისი მშობლიური სოფელი აქცია ერთგვარ საცდელ პოლიგონად, ცოცხალ ლაბორატორიად, რომ ყველასთვის ეჩვენებინა, რისი მიღწევა შეიძლება თუ საქმეს ჭკვიანურად და თანამედროვედ მიუდგები. მოდით უბრალოდ შევადაროთ, რა იყო და რა გახდა. ტრადიციული კულტურების ნაცვლად მან შემოიყვანა ისეთი ეგზოტიკური სახეობები, როგორიცაა სეკვოია და ამერიკული კაკალი.
ადგილობრივი პირუტყის ნაცვლად მაღალ პროდუქტიული ჯიშები. გვალვასთან საბრძოლველად კი დასავლეთ საქართველოში პირველი თანამედროვე სარწყავი არხი გაიყვანა. იზოლირებული სოფელი კი ახალი გზებითა და რკინიგზით ნამდვილ რეგიონულ ცენტრად აქცია. და ეს ყველაფერი ძალიან სისტემურად და გააზრებულად ხდებოდა. მან შექმნა სამაგალითო ფერმა, დააარსა სკოლები, მათ შორის პროფესიონალური სასწავლებელი ქალებისთვის, ააშენა ინფრასტრუქტურა. და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, შექმნა დაბალპროცენტიანი საკრედიტო კავშირი. ხომ ხვდებით ეს რას ნიშნავდა? ეს ნიშნავდა გლეხების გათავისუფლებას მევახშეების კაბალისგან. მან არა მხოლოდ სოფლის მეურნეობა, არამედ მთელი სოციალურ-ეკონომიკური სისტემა შეცვალა. და ამ ყველაფერში ის მარტო არ ყოფილა. ეს ნამდვილი საოჯახო საქმე იყო. მისი მეუღლე, ოლგა გურამიშვილი, აქტიურად იყო ჩართული ქალთა განათლებისა და მეაბრეშუმეობის განვითარებაში. მისმა ქალიშვილმა, რუსუდანმა კი, საქართველოში პირველად დანერგა მონტესორის პროგრესული პედაგოგიური მეთოდი. მოკლედ, ინოვაცია ამ ოჯახში უბრალოდ სიტყვა კი არა, ცხოვრების წესი იყო. პრაქტიკული პროექტების შემდეგ ნიკოლაძის ცხოვრებაში დგება სრულიად სხვა, ბევრად უფრო დრამატული ეტაპი. როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის ბედი წყდებოდა, ის, რა თქმა უნდა, ისევ მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა. დიახ, ის იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი მამადამფუძნებელი. მისი ხელმოწერა ამშვენებს 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტს. მთელი ის პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მან პორტებისა და რკინიგზების მშენებლობისას დააგროვა, ახლა უკვე მთელი ქვეყნის მშენებლობას მოახმარა და საქართველოს ეკონომიკური ინტერესებს საზღვარგარეთაც იცავდა. მაგრამ შემდეგ მოდის 1921 წელი, საბჭოთა ოკუპაცია. ნიკოლაძე ამ დროს ევროპაში იმყოფება, მას თავისუფლად შეეძლო დარჩენილიყო იქ, უსაფრთხოდ კომფორტულად, მაგრამ რას აკეთებს ის? ის ითხოვს დაბრუნებას. ის ბრუნდება ოკუპირებულ სამშობლოში, რათა სიცოცხლის ბოლო წლები თავის ხალხთან ერთად გაატაროს. მან ქვეყანა ყველაზე მძიმე წუთებშიც არ მიატოვა. და ბოლოს, რა დაგვიტოვა ნიკო ნიკოლაძის ისტორია? მან დაგვიტოვა პორტები, რკინიგზები, გარდაქმნილი სოფლები, მაგრამ ამ ყველაფერზე მთავარი, მან დაგვიტოვა იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ პროგრესი, მხოლოდ იდეების ქონა კი არა მათი განხორციელებაა. ეს არის კაცის ისტორია, რომელმაც სიტყვა ნამდვილად აქცია საქმეთ.